ღვთით სამყაროში ვეძებ ჩემს ნაპირს ოცნებები კიცი სარტყელა დამდევს გზა რომელიც სულ მე მიხმობს და მეც მიყვები რადგან ჯერა ჩემი გულის ჩემი სიმართლის სადღაც ბედნიერება ჯერა რომ ყველა ოცნება ხდება სიმართლეს ვეძიებით და თქვენც თუ სიმართლეს ეძიებით და ნამდვილ ქრისტეს აი მართლა ვინც ქრისტე იყო იმას ეძებთ მაშინ ერთად ვეძიოთ და დაგვისვით კითხვები ჯერა რომ ყველა ოცნება ხდება აი თუ ადამიანი არ დასვით კითხვას ხო მანამდე შენ წინააღმდეგ წამოყავ რომ ვერ გაიგებს რას ლაპარაკობ მოდის ოჯახური ურთიერთობის დასარღვევად მოდის ოჯახური ვისაც ჩემზე მეტად უყვარს ცოლი და შვილი ჩემი ღირსი არ არის ბიჭო აბა ესე იგი კამას გალერეაში ქორწილად ვაკურთ თუ ქორწილებით დამყოფი ხარ მეორეც ერთი მოსეს ადანაშაულოს ბრუშობაში აიხსენე მოსეს ასეუნება იბრალებს მოსემ გაყრის კანონი მოგცათო თქვენა ღმერთმა კი არა თორე თავიდან ეგრე არ იყო კაცსა და ქალა შექმნაო და ერთ ხორცი არისო კაცი ქალი არ დაშორდესო თავის ქმარსო და ძუს გაყრავ იახვე ამბობდა როგორ ეხა თუ მოსე იახვის კაცი იყო გაყრას ატვაცის ხო აი ჩემსავით ადამიანს არავინ არ ლაპარაკებს რა არ უღრმავდებიან რა ამიტომ დავწერეთ წიგნი ხა თომას ახარება მალე გამოვა იქ რასაც ვილაპარაკე უფრო წიგნისეულად არის თან ისე კი რა ჩემი მოგონები და შედეთქნი აი იმათ წიგნებიდან იმათ დაწერები და რასაც თან აპრავი წყაროები მითითებული კი ყველაფერი და აი თუ ვინმე მგდელს ვინმე სერიოზულად და სასულიეროდ და დაინტერესებულ პირს აინტერესებს რას ლაპარაკობ და სიღრმისეულად მართლა ქრისტე ვინ არის რეალური ქრისტე ვინ არის ბიჭო წაიკითხოს შენ წიგნები და შემოგეპასუხოს რომ არა ესე არ არის ლევან ესე არ არის მე არ ვკამათობ ხა მაგათთან თუმცა ხვდები რომ ძალიან შიხში არის შესული რაც უნდა თქვა რა რაც უნდა თქვა იოანე ნათლისმცემლის პიროვნება არ არსებობს იოანე ნათლისმცემელი თუ დაუჯერებთ ბიბლიას მაშინ ის არის იახვეს ანგელოზი მათეს სახელობაში იესო პირდაპირ აქვს იოანეზე ეს არის იახვეს ანგელოზი რომელიც მოდის იახვეს გზები გაუსვამს ომზადოს გზები ანუ გამოდესო იესო ქრისტე ახალ ღმერთთან კი არ მოყავართ იესო ქრისტე გვაბრუნებს ძველ სისტემაში იესო იახვესთან და რანაირად ამბობენ რომ გააუქმაო და ახალი მოიტანო იგივე სისტემაში მიყავ იოანე ნათლისმცემლის მონათლია თავი და აღიარა რომ ცოდული იყო ამით აბა რა აღიარა ხო ნუ ანუ გამოჭირდება წყალში ნათლობა ადამიანს ჭირდებოდაო იოანე ნათლობდა წყლით მოსატევებლად ცოდების მოსატევებლად და თუ იესო ჩავიდა და დაეთახმა ამ ნათლობას გამოდის რომ ცოდული იყო კი ბატონო რატო ცოდვილი არ იყო მაშინ რომელი ბუნება მოკლა ჯვარზე მაგრამ ხო ეუბნება რომ რა ცოდა ჩამიდანია ისეთი რომ მოვანათლება იოანე ხო და ესე იგი არ მოუნათლებინებია თავი მოკლედ მეგობრებო წავედით ახლა ჩვენ გამოვიდა მართლაც თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრები გაქვთ მომწერეთ პირადში კომენტარებში ჩაწერეთ კი ანუ გვეჩხუბებით უბრალოდ აი ვიპაექროთ რა ჩხუბით არა ვისაუბროთ, გავარკვიოთ, თუ კითხვები გაქვთ, საწინააღმდეგო პასუხები გაქვთ, მომწერეთ, გავარჩიოთ ეს საკითხები. ლევანთან მივალ, ვისაუბრებთ კიდე, ერთად ვისაუბროთ, მე თქვენც დაგპატიჟებთ, ვისაც მოსვლა გსურთ სტუდიოში, აგერ სტუდიაა ჩვენი. როგორც ქრისტეს ქონდა სტუდიო გარეთ. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ვისაუბროთ, მღვდლებო, ბერებო, ერის ხალხო, თეოლოგებო, ყველას გეპატიჟებით პაექრობაში. მიძინების ჟამში რო წერია. გამახე მარიამის ასაკი რო 15-ისან გააჩინა. კი, მოდი ვნახავ ახლა. 15-ისან გააჩინა, საწერიაო, შენც მას საინტერესებს. კი ბატონო, 15 წლის. ეს არის ჟამნის მიძინება, მიძინების ჟამნის სვინაქსარი არის. არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. ჩაიგდებ ერე იმას. ვერ ხედავ, მე ჩავაგდებ. უფალსა, ნახე. წერია. შობა, ხოლო შობა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მე-15 ასაკისა თვისისასა. და შემდგომა ჯვარცმისა და ამაღლებისა უფრიზა ზეცად დაადგრა სახსაშინა წმინდისა იოანე ღვთისმეტყველისა 15 წელი. ანუ ესე იგი თავი და ის თქვი წყაროს დასახელება? ეს არის ჟამრის მიძინების სვინაქსარი. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე იკითხება. მუხლი არა აქვს, ხო? აი ეს არის მედავითნეთათვის, რავი ახლა გვერდია. მედავითნეთათვის? ძველ ქართულად წერია, ხუცური ვიცი მე და ხო, კარგი. მარიამმა გააჩინა 15 წლისა იესო. ასაკი მითითებულია ჟამნის წინვაში, ანუ აპოკრიფი არ არის ეს. რატო აპოკრიფი არის? მაშინ ეკლესიებში აპოკრიფებს ამართლებს. და თომას სახარებას მალე შევიტან და დავარწმუნებო თომას სახარებას მეხუთე სახარებას. ეკლესიას ვინ ებრძვის? სიტამა? ეკლესიას ებრძვიან ეს ებრაელი მღვდლები. ეკლესია არ არის, ეკლესიას კრემლები არ აქვს. ეკლესია არის ადამიანების ერთობა. სადაც ორია შემისახეთ, მე ვარ მათთან.
და პეტრე უწოდებს წმინდა სამღვდელოებას ქრისტიანებს. ხო. ქალიც, კაციც, ყველა არის მღვდელი. ამინ, ამინ. მეფეება და მამის მღვდლებად გვაქცია. ამინ, ამენით. ეგრეა. აი, ახლა შეხვედრა გელთან და ეს უთხრა. ვიცი ასე გეტყვის, ჩვენ ესე გვასწავლეს ბიბლიას ვინც უარყოფს ის წმინდანი არ შეიძლება, მაგრამ მამა გაბრიელი პირდაპირ ამბობს, რომ ღვთისმოება მათეს ახარება და წმინდანად აყავთ. მამა გაბრიელი იმასაც უარყოფს, რომ იესო ქრისტე ჩამოვიდა აბრაამთან და მამა ღმერთი არ ჩამოსულა და ის სამება ანგელოზის სამის სახით რო ჩამოვიდა, ის სამება კი არ ჩამოვიდა. ორი იყო თავანანგელოზი გაბრიელი და მიქაელი ჩამოვიდა იესოსთან ერთად. ანუ მამა არ ჩამოსულა. და ესეთი წმინდანი, რომელიც სამებას ასე გამარტავს, ის არ შეიძლება წმინდანი იყოს თეოლოგიური კუთხით. იმიტომ რომ ყველა წმინდა მამა გამარტავს, რომ სამება ჩამოვიდა, მამა, ძე და სრული წმინდა იმ სამი ანგელოზის სახით. და როგორ შეიძლება იახვე გახდეს ანგელოზი, თუ ის არავის გავს და არავინ არ მის მსგავს ანგელოზებს შორის. ეხლა წერითა უთანხმოებას. წერითა უთანხმოებაში არის ესეთი რაღაცები. ისეთი რაღაცები, მაგალითად კაინი წავიდა ნუდის ქვეყანაში. ხო. კაინი თუ წავიდა ნუდის ქვეყანაში, მას ვერანაირად ვერ ეყოლებოდა. ვერ ვემშვიდობებით, ვერა. მოითხოვს, რომ ვისაუბროთ უზენაის ნათელი. არ არსებობდა და ესა კაინმა საკუთარი დაწა იყვანა ცოლად, არც ერთი მშობელი, ნორმალური მშობელი არ გაატანდა კაინს ძმის მკვლელს თავსაკუთარ და ცოლად. ანუ ისევ ინცესტია. ისევ ინცესტია. და თუ იტყვიან რომ ეს იმიტომ დაუშვა რომ კაცობრიობა გამრავლებულო ყალიბი რადგანაც მაგის გადა სხვა არავინ არ ცხოვრობდა, ამხელა დედამიწა ბიჭო ადამიანებისთვის და მის შვილებისთვის შეიქმნა. ამხელა სამყარო და ცხოველები მიუყვანაო, საიდან მიუყვანა რა? ყველგან იყვნენ მოდება, ამხელა კონტინენტებზე ცხოველები მარტო ადამიანებისთვის იყვნენ? ხო, ნუ ეხლა რა სისულელია, ხო? და ნუდის ქვეყანაში წავიდა. ნუდის ქვეყანაში წავიდა და იქიდან ცოლი მოიყვანა. ესე იგი მშობლებმა დაუშვეს რომ ძმის მკვლელი კაინისთვის საკუთარი და მიეცა ცოლად, ეს ხო სისულელეა. აბსურდული რაღაცები წერია, ბევრი რაღაცები წერია, აბსურდული რაღაცები. აი თუნდაც ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა კიდე. ბოყაზისა და რუთის ისტორია, ხო გახსოვს? არა, ეგ არც სამიკითხოს ლევან რო არ მოგატყუა რა. ბოყაზი იყო რუთის ნათესავი რა. და სისხლის დაღრევით მოდია. ბოყაზი? ხო. არა და ერთმა მირჩია წაიკითხე ძველი აღთქმაო და ბიჭო თავი ვერ მოვაბია ამას. აი ხო ესა კიდე. ანდა ლოთმა როგორ დააფეხსინა საკუთარი ქალიშვილები. ისე რომ ვერაფერი ვერ გაიგო. ძიში, ბიჭო. ისე როგორ ეძინა რომ შვილთან მოხდარი ინტიმური კავშირი იყოს, არ გამოიღვიძა და არ შეხვდა ეს. არა, ლოთობაში იყო, ლოთობაში. რომც ყოფილიყო კაცო. გათიშული ორივე გოგო მერე? ესე კი საკუთარი ნებითაც დათახდა, ხო, აბა ეგ რანაირად. და მართალი კაცი. ეხლა მამას ემორჩილებოდნენ. რაში კაცო? მამა რასაც ეტყოდა, იმას ემორჩილებოდნენ. საკუთარ შვილებთან როგორ უნდა დაწყო? თან სხვა არავინ არ არსებობდაო. ამ ტულოებს ისე როგორ უნდა გონებოდა, სხვა არ არსებობდა. ესე გამოდის ეგ უნდა აბრაამის დაიღუპა, ღმერთმა აბრაამის გაწირა? როგორ იქნებოდა მარტო თვითონ? სოდომ და გომორა დაისაჯა მარტო. და გაფრთხილება იყო სოდომ გომერაზე. ხო ანგელოზები ხო ეტყოდა რომ ჩვენ ამ ქვეყნის დაყუპოს ოპერებდა, არა მთლიანი დედამიწის დაყუპოს. და ესე ეგონა თუ რომ მარტო თვითონ იყვნენ და მამის გამო გამრავლებული იყვნენ შვილებიო და მაგიტო ამართლებენ მას თეოლოგიები, მაგრამ საკუთარ მამა როგორ დაწო საკუთარ შვილებთან ისე რომ არ გამოეღვიძა. სისულელე. თუ კი რა ქვია იმას ნოესთან შესული ხამი ეგ მამა რო გამართლდეს მაგიტო მოიგონეს კაცო. ნოეც იყო თვალი, მაგრამ ხამა რო დაუწყო ჩალიჩი გამოაგდო ნოე შენ ყარ უბერავ. თან მოჭწერია გამარტება რომ ხამა მამასთან მოედომა ინტიმური კავშირი და გამოაგდო იქნა ნოემ და დაწყეო. აბა ეხლა მამის შიშკრე რო ნახო, მამა რატომ უნდა დამწყროს კაცო? მამის შიშკრე. რა შევთ ამ კაცებს, რა იყო, ვერ დაიგოკებენ იმას ადგილს რა. მოვაჭროთ ყველას თეა. აი სისულელე უდიდესი ბლეფი. და ეს მაგარი არგუმენტია, ქრისტეს მესიაობა. ხო, ეგ თუ რეალობა დაღიქვამენ და ამ მოსაზრებას ეთანხმებიან, ესე იგი სერიოზული გარღვევა აქვთ ფსიქიკაშიც, მენტალურადაც და ფიზიკურადაც. რაღაც რომელიღაც კრებაზე აიგრძალა ბიბლიის წაკითხვა არისტოკრატიას და სამღვდელოებასაც. ვის აიგრძალა? არისტოკრატიას და სამღვდელოებასაც. როდის რომელ საუკუნეში? შუა საუკუნეებში, რა არ მახსოვს წელი. თამარი აკრძალავდა მაგას, ხო ვიცი, როგორი ხალი იყო. არა, მე ვიძახე დასავლეთში. დასავლეთში ოფიციალურად აკრძალეს. რატო ხო, აკრძალეს? იმიტომ რომ ახალი ბიბლია დაიწერა მაშინ. რატო აკრძალეს? სკოლებშიც აკრძალულია ბიბლია. ბიბლიას რო კაცი წაიკითხო, ძალიან სერიოზული ძალა აქვს, აი იმენა აზროვნებას ხო საერთოდ გითიშავს. ხიფში გაგდებს, ანუ რაღაცა ძალა აქვს რა მართლა. ესე იგი მაგიური წიგნია რა. კი.
მათ აი, სერიოზულად ისე ძლიერები ქიშავს, რომ, აი, ჩაეძიებიან. რაღა ნარკოტიკი და რაღა ეგ რა იცი რატო ბევრი კითხვა გიჩნდება და უცბად 20 წელი მაგ ბიბლიაში აპათიაში ვიყავ, ვერ გამოდიოდი. აპათიაში ხვდები რა. თან მე რა მიკურს იცი? მოდიან ტიპები მეუნებიან რომ ბიბლიას ესე ნუკრიტია ბევრი ცოდვაში ჩაუგდიან. თან ამ ბიბლიით ამართებენ რომ იესო ქრისტეა. ანუ ბიბლიური ქრისტე მართალია. ესე იგი ლევან გამოდის რომ მხოლოდ ის სისხლი რომელიც ჯერ არ შერყვნილა გაუძლებს ამ ტყუილებს და დაამტკიცებს რომ მარჯვენით გაიმარჯვებს რა. მარჯვენით მამის მარჯვნივ დაჯდება. ჯერ იგივე მარჯვენა უნდა იყოს ვინც იწყევლება. ვინც იწყევლება, ვინც ხალხს კლავს, ვინც ბავშვებს კლავს, ვინც ჯის, ვინც აქვესკნელებს, რანაირი ღმერთია. ქრისტეო ისე წყევლა ქრისტიანული არ არისო და იესო ქრისტე ლეგოს ხესყევლას წყევლის ისე ვერ იყო ნაყოფიო. ხო და მაგ ბიბლია მე წყევლა დამაწყებინა იცი? ეხლა ბიბლიას დააბრალებსო ეგრეა, ხო? ბიბლია ადამიანებს აგიჟებს. ეგ არის დასკვნა. სრულ შიზოფრენიამდე გადაყავ. იმიტომ რომ შენ ბიბლიას თუ მისდევ, წინადაცვილი თუ არ ახარ ღმერთიშვილი. არ ახარ ღვთისმშობელი თუ წინადაცვილი არ ახარ. მამაუჩვენოს ლოცვა ვასწავლე. მე რო შენი ღმერთი ვიყო რა ლოცვა უნდა გასწავლე. მამაუჩვენო? არა, მოიცა ბიბლიის მიხედვით არ ახარ ღმერთიშვილი, ხო? ბიბლიის მიხედვით. თუ წინადაცვილი არ ხარ. ხო, თუ არა ვარ კი. იმიტომ რომ იქ ამოს შემირჩეულია ეს ნიშანი ექნება და ეს არის წინადაცვი და მარადიული აღქმება. ეხლა თან ჩვენიანები ვითომ მართლმადიდებლები რა, ვითომ რო არ არიან იუდეველები. ერთ რამეს აღიარებენ, მეორეს არ აღიარებენ. მიათედებსაც შემოიტანენ მალე დადრებში. რას შემოიტანენ? მიათედებს. ეგ რა არის? ანუ შენი შემოსავლის მიათედი ნაწილი მას უნდა მიცე. შემოიტანეს უკვე როგორც ჩანს, ხო? და თუ შემოიტანენ, მაშინ DGG იქნება. DGG-ს უნდა დაუშვან ხა. რა ხა მიათედი არ გაუქმნა, რაღაცა გაუქმნა, რაღაცა არ გაუქმნა, ეგრე არ არის. ეგრე არის, მაშინ ყველაფერი უნდა დაუშვან, ხო, ეგრეა, ხო? ისიც უნდა აღიარო, რომ საული მოკლა. და ნელ-ნელა აგერ შემოყავთ, აგერ მოანათლინეს ბავშვები ერთ კაცს. ეგ ჩემი არჩევანი არის, ვარცა ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ნელ-ნელა შემოაქვთ, ნელ-ნელა. აქვს მნიშვნელობა, ხო? ამ საუკუნეში მაგას შემოიტანენ, იმ საუკუნეში იმას და აჰა, გადავედით. ეგ მირონიც არონმა აკურთხა. ეს არ არის ქრისტიანული, ქრისტიდან არ მოდის მირონის კურთხება. არონმა აკურთხა მირონ. ლევან, რა უნდა ვხსნათ ახლა ჩვენ, ჰა? ბიჭო, შენ თუ გინდა რომ ეკლესიაშია რომ აუცილებლად უნდა მიიღო იუდაიზმი. ანუ ეს არის შეფარული იუდაიზმი. ამის უკან დგას იუდაიზმი. ებრაელი ხარ, თუ ქრისტეს აღიარებ, ბიბლიურ ქრისტეს ებრაელი ხარ. ეს უკვე ეგრე არის რა. უკვე ეგრე არის რომ ბიბლიურ ქრისტეს ამაო ჩვენოში იესო მიმართავს, მინდა იყოს შენი სახელიო და ჩვენ როგორი ქრისტე უნდა ვაღიაროთ? როგორი ქრისტე? რეალურად ვინც იყო ის უნდა ვაღიაროთ, ხო? თომას ახალებაში კარგად ჩანს ვინ არის ქრისტე. ქრისტე არა, უბრალოდ იესო. ეხლა არ ჩანს რომ ის მესია, თომას ახალება. ეხლა რას იზავენ იცილევან? იმას იზავენ რომ ეხლა ჩვენი საუბრებიდან კიდე დახვეწავენ ამ წიგს? დახვეწონ კაცო, მეც დავხვეწავ. და კიდევ მაგარ ტყუილებს მოიგონებენ. მეც დავხვეწავ, არა პრობლემა. ჯერ ის გააправონ 7 დღეში 8 დღე როგორ გამოყავთ. იესოს შობიდან 14-ში როგორ აღნიშნავენ წინადაცვას. მერვე დღე როგორ უწევს 7-დან 14-მდე. ახალ დაბადებულზე ხო არავინ არ ეტყვის ეს პირველი ერთი დღისაა. ჯერ ახლა დაიბადა. ჯერ უნდა გავიდეს 24-ში რომ თქვა პირველი დღისაა. და დაბადებიდან მერვე დღე უწევს არა 14-ში, არამედ 15-ში ებრაული კალენდარი. დაბა კითხე ნებისმიერ ებრაელს. ან ის სიმონი როგორ ცოცხლობდა 300 წელი. ან იესო ქრისტე წინადაცვით როგორ მიიყვანეს ტაძარში. და კიდე რამდენი. ან წმინდა მამაუჩვენოს რატო ეძახის ღმერთის წმინდა იყო შენი სახელი, შებრალულია? თუ იესო წინადაცვეთილი იყო, მაშინ ქრისტიანებიც უნდა დაიცვეთონ. თუ იესო ქრისტე წინადაცვეთილი. არა ეს გაუქმაო და ის არაო. თუ იესო ქრისტე წინადაცვეთილი იყო, მაშინ ის იყო მესია. მესია ყოფილა. და თუ მესია იყო, მაშინ უზენაესი სტოლი არ არის მესია. ხო, ანუ ან ერთი ვაღიაროთ, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხე და ან სულ ყველაფერი და ან არაფერი. მაგალითად ქრისტე და წინა დამცვეთეს და მიმიყვანეს ტაძარში და რაღაცა ჯერ ბავშვად ჩამეთარეს. გავიზარდე და ვაღიარებ თავს ღმერთად. კი ბატონო. წინადაცვეთილი ვარ. ჯულით მიღებული მაქვს სიმონის ნანახი მყავს. ყველანაირი ტრადიციები გაქვს ებრაული და ვაღიარებ თავს ღმერთად. თან ამოდროულად ვაღიარებ მესია ვარ. რომც მეღიარებინა თავი ღმერთად, მაინც არ უნდა დაედოთ ებრაელებს ჩემთვის ბრალილო, შენ ღმერთს უტოლებ თავსაო. მესია ვარ და რანაირად გავუტოლებდი. ჩამწვდენ გიჟად. ბიჭო, გიჟად არ ჩათვლიდნენ ახლა ვიღაცა მარიამს, რომ ღმერთმა დააორსულაო რო იძახიან. ჩაქოლავდნენ ეგრე. კაცო, იოსო ფლავიუსი რო ამბობენ რომ ქრისტე ჯვარცმას ლაპარაკობს და ქრისტეს ღმერთობას აღიარებს, მის მარად ქალწულს ენაშობას ატო დასინეს. ხო, ანუ ვიღაცა მარიამი თქვი ახლა, იმიტომ რომ იმ დროს ვიღაცა მარიამი იყო, არავინ არ იცოდა რომ ღვთის დედა იყო, ხო, თქვათ. და ეხლა პატარა ბავშვმა 15 წლის ბავშვმა მოვიდეს, ახლა თქვას ღმერთმა დამაორსულა. რას უზავთ, ჩავქოლოთ თუ არა? ესე იგი, ტაძარში ხო იზრდებოდა. იმდროინდელები რომ იყო. ხო, ტაძარში მიიყვანეს და იზრდებოდა ტაძარში. თუ ასაკი არ არის დაფიქსირებული იოსებზე, როდის მიათხოვეს. ხო. მაშინ ესე გამოდის რომ 15 წლისამ გააჩინა ბავშვი. ტაძარში. ტაძარში გააჩინა, ხო.
და თუ მიათხოვეს 15 წლისა რომ მიათხოვეს ეს უკვე ის არის რა ქვია ინცესტია ინცესტი კი არა პედოფილია მაგრამ იმ დროს არ ითვლებოდა პედოფილია თუ იმ დროს არ ითვლებოდა პედოფილია და თუ მიათხოვეს გამოდის რომ ესე იგი დაუსრულება თუ უნდა და ის რა ქვია სული წმინდას ხო დაასრულე ტაძარში ხო აბა ვიღაცა იოსებს მისცემდა და მე იმისგან გააჩენდა სასწაულებრივად ხო და რაღაც უნდა და იოსები აი ხა სიმართლე ის როგორ ახსნათ თუ დაწერილი იყო რომ ქალწულისგან უნდა გაჩენილიყო ძე ტაძარში მოხდარიყო ეგ ამბავი რა იოსებს მისცეს ხო იოსები საერთოდ რა საჭირო იყო ახლა ამ შემთხვევაში მესიის წარმოშობის ისტორია გახადეს საეჭვო წარმოიდგინე იოსებს მისცეს და იოსებს კიდე ეჭვებარებოდა რომ სხვისგან ხო არ არის აუქო ხო და ანგელოზი ეცხადებოდა მე იოსებს ხო ბიჭო თუ მე ვიცი და უთხრა შენ ახლა ამას მოიყვან ცოლად არავინ არ გიხავს თუ მე მიწერია ჯულში რომ ქალწული მაშობს ძეს და ასეთი რაღაც სასწაული ხდება კაცო ღმერთი იბადება ტაძრიდან გარეთ გავიყვან კაცო ხო და მაგას ვიცი რა უნდა ბანჯგვლიან წერია ვიღაცას თუ რატო უნდა ხო საფრთხეში არაგდებდნენ ახლა იმავე ტაძარში და როცა სულიწმინდა დავარსულობდა მე თვითონ ნახავდი მღვდელი ქრისტეს მაგარი რაღაც შემოიტანა ახლა და მაგდენი არის მიფიქრია ჯერ კიდე სადახა თვითონ აი თავისავე პირით გვამხელ ასაც თვითონ ამობენ რა ხო და თავისავე პირით მარჯვენით მარჯვენა არის ის ხო მღვდლები შევინახავ ვინა ვარ და მე ვარ სიტყვა ეკლესიის ხმა ვარ ამინ იმიტომ რომ კითხვა მიჩნდება რეალურად კითხვა მიჩნდება და გამეცი პასუხი მეუბნებიან სიტყვა ვეგო ღმერთი არისო ბიჭო იქ სიტყვა მეუბნება რომ წმინდა მამები ამბობენ ჩვენ ვართ პატარა ლოგოსები დიდ ლოგოსში მერე ღმერთი შეერთებული ღმერთი ხო და ამას ვერ უარყოფენ იმიტომ რომ სიტყვა არის პირველი თავდაპირველად რომ იყოს სიტყვა მე ვარ ღმერთის მღვდელი იმ ღმერთის არა რომელსაც ესენი მსხვერპლი წირავენ ჩემ ღმერთს არ შეიძლება მსხვერპლი შეწივა ჩემ ღმერთს შეუძლია ბოროტებას იკადათაქციოს კი ბატონო შეუძლია ერთი სიტყვა თქვას და всё. არავის სიხლები და ისინი არ ჭირდება. და мама აპატია და რაღაცა და შუამავლობა და ჯერ ერთი თვითონ არ იყო პატიებელი ღმერთი რა мама აპატია. საკუთარ თავს მიმართა რატო დამტოვეო? რატო დამტოვეო და თანაც საკუთარ თავს მიმართა არ იცი არა საქმე. მაგისთვის არ მოხდი რომ გააგებინო, ხო და გააგებინე სადღა მიდიხარ, ხო? თქვათ. არ იციან რა საკეთებენ ხო ამბობს იმაზე ებრაელებს. მარტო ლუკაში წერი. ხო. თუ არ იცოდნენ რა საკეთებენ, აბა წერი როგორ აღასრულეს. ხო. წერიში თუ ეწერათ რომ მოეკლათ მესი. ესე იგი ძალიან კარგად იცოდნენ. და სხვათა შორის გვასალი ამბობს რომ იცნეს მაგიტომ მოკლებს. და პავლე მოციქული კამოს რომ ეცნოთ ვერ მოკლავდნენ დიდების მეუფესო როგორ რა თქმა უნდა რომ ეცნოთ ვერ მოკლავდნენ და ან თავისთავად ეწინააღმდეგებიან ყველა ყველა როგორ მევენახეების იგავშიც ეგრე არის. დაინახეს იცნეს მემკვიდრეობა და თქვენს რომ მოდი მოკლა და მის მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. ესე იგი კი ვერ იცნეს იცნეს და მაგიტომ მოკლეს. და მამა მარიცოდა მამა იმიტომ არ გამომაგზავნა ბოროტი მევენახეების იგავში რომ თავის ძე მოკლარიყო წოდებისათვის. მამა მარც კი ეძღვნა იქემა შეიკტიმო ძისა ჩემისათვისო წერი. ანუ ჩემი ძის მაინც შეეხათორთო და ამათმა დაიჭირეს მოკლეს და იძახიან დააბრალეს აგეს ჩვენი წოდებისათვის მოკვდა. ეს არის სახეში შეფურთხება და დაცინვა რა. გეონები აი დასაცინები კი არ გახდებიან ესენი მალე დაუშტონენ რა ხალხში გამოჩენას შეწყობენ. ამინ. ამინ. აი ქრისტეს სახელით იუდაიზმი შემოაგდო. იესო იახვეაო საპატრიარქომ განაცხადა. განაცხადა რაც გინდა ილიამ რო აღიარა ელიახვია ღმერთის სახელიო, ესე იგი გამოდის ორი სახელი აქვს, ხო? თან ჯული არ გაუქმო. აბა თვალთვალისაც რატო გძალოს იესო? ვიცი ჯულს რატო გძალოს? თუ არ გაუქმო. თუ ერთი გაუქმო, გამოდის ყველაფერი გაუქმებია, მაგრამ ჩვენნაირებს ვერ მოატყუებენ და ვეღარც მოკლავენ, ამიტომ თვითონ შერცხვენენ. შერცხვნენ, ამინ, ამენით, შერცხვნენ. წერსო რატო უშვებო, გაიგეო, თუ შენაო აქცავს ბიბლიისო. რა ესე იგი ვინც წერს უშავს, შენი ქმარიც რა ებრაელია? წერსები ვიკინგებიც უშვებენ რა ებრაელები. მე რასაც მინდა იმას ვიზა, ხო? ამას ბიბლიური. დატო. ბოლო სიტყვა თქვათ, ეხლა მეგობრებო, ყველა. თი არა სიტყვაში. უდიდეს სიცრუეში ვაწყობ. ხო, ანუ სიცრუეში რო ვარ, თავაზე რა თუნდა ლაპარაკი, მაგრამ რადგან ხვდებით და ვამხელთ ხომ, იმედია ბევრი გამოიღვიძებს და აი ლამაზ ტყუილში ცხოვრებას ამჯობინებენ ჭეშმარიტად გაიგონ. ჭეშმარიტი სიმართლე იცოდნენ. თუნდაც ჭეშმარიტი არა, მართლა ჩაეძიონ, მართლად. სიმართლე გამოიძიონ რა. თვითონ იოსებ ფლავიუსი საწერს რომ მკვდრები აღდგნენ და ეჩვენენ მის თანამოძმეებს, ებრაელებზე საუბარი. ამიტომ დროს ხო არ იყვნენ სხვა ეროვნება. მკვდრები რო აღდგარიყვნენ, თომას კიდე ის დასჭირდებოდა კაცო ჩამაყოფილეთ ითიო? არა, სისულელე ახლა. ნუ ეთყოდა აგე კაცო აღღოთ კიდე. ესე იგი მესია ყოფილა მართლა აღდგა. ჯერ ერთი თუ მესიაობის ეჭვეპარებოდა რომ ის ღმერთი იყო და მესიაც იყო. დრაღასდასდე მესამე დღეს და ნახავდნენ რომ გვამი აღარ არის და აღიარებდნენ ღმერთად, ხო?
დაელოდნენ და მივიდნენ იქ ნახეს არაფერი ხდება და წავიდნენ. ნახეს რო იყო როცა. ხავინა ბოლომდე მივდივართ ეს არის შუმერებიდან გადაწყვეტილი რელიგია. არც იახვე არსებობს და არც ქრისტე. ეგ ბიბლია არის ერთი კაი დიდი წიგნი, რომელიც მაგარმა მოზგებმა დაწერეს. თორე ბიბლიის მიხედვით იოანათესმცემელი ელია. იოანათესმცემელი ელია იესო ამბობს, კაცო. აგერო ელია მოვიდა უკავდა, რასაც უნდა უყვესო და ელია იოანეზე მიუთითებს, რომ ელია არის, მოსული ელია. ხო და მაგას არ ვიძახი. აგერ თვითონ ელიას შეკითხების, იოანეს შეკითხებიან, ვინ ახარ წინასწარმეტყველიო, ელია ხარო? არა ვარ. ქრისტე ხარო? არა ვარ. აბა რატო რატო ნათლაო და იმიტომ რომ მე ვარ ხმა მაღალდებლისაო, მომზადეთ იახვეს გზაო. აჰა, იახვეს გზა და ეხა ძველახვიდა მოყავს და. მოკლედ იხვები შორს ჩვენგან. ეხლა მე დავამშვიდობები, ძალიან მაგარი საუბარი იყო. გავაგზავნეთ, იმიტომ რომ კითხვები შემოვა. და მეგობრებო, აი მარფა რეალურად და გულწრფელად გეუბნები. ჩვენ ქრისტეს არ ვუარყოფთ, მაგრამ ჩვენ იმ ქრისტეს ვუარყოფთ, რომელი ქრისტეც დაგვიწერეს და გადააკეთეს და გადმოაკეთეს და ტყუილებში თავისავით თვითონ გაიხლართეს. ჩვენ ეს ტყუილები დავინახეთ. და ამ ტყუილებში ვეძიებით. ეხლა ჭეშმარიტება ეს არის ამ სიტყვაში არ მიყვარს. და ან შემოგვერდი. როგორ არის კაცო? აი როგორ შეიძლება ის ღმერთი იყოს იესო, რომელმაც სოდომი და გომორი განადგურა. გადაბუგა და თან იძახია, რომ ეს არის მიმტევებელი და მწყალობელი ღმერთი. ხო, არ სოდომიტელები უყვარს თუ. არ ემთხვევა. ახალ ხმაში ასმეულებენ იცის ისინი და ბაპტისტები. ახალ ხმაშიო ქრისტეო არანაირად არ უარყოფსო, მამათმავალებსო. არაფერს არ ამბობს, ვაფშე არ ახსენებს, რომ ეცოდო არის. თვითონ იესო ქრისტე. ეხლა ბაპტისტები მაგიტომაც არიან ეს მამაც. აბა რატო გადაბუგა კაცო? სოდომ გომორა რატო გადაბუგა? ტრანსგენდერები და ეს. ეხლა მე შენ გეტყვი რომ მიყვარხარ, თელა ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ძალიან ცუდი გოგო ხარ და უნდა გადაგწევ. უნდა მოკლა. ეს არის ჩემი სიყვარული. მე მიყვარხარ და უნდა მოკლა. მომტევებელი ვარ და უნდა მაინც მოკლა. ო, უბრალოდ უყვარ, მაინც უყვარ, სოდომიტები უყვარ და მაგიტო გადაბუგა. მეგობრებო, ეს ამგვარი კითხვები თქვენს გაგვიჩნდათ, დაგვიშვით კითხვები. ვიღაცამ შეიძლება ახლა გკითხოს თქვენ ვისი სექტა ხართო და ვინ ვართ აბა ჩვენ რა ვთქვათ? ჩვენ ვარყოთ ბიბლიას, ამიტომ ვინც ჩვენ ვცდილობთ რომ გავირკოთ იესოს ვინაობა. ჩვენ ვცდილობთ რომ გავიგოთ იესოს რეალური სახე, რეალური. რაც მართლა. რეალური. აბა წავედით, გაკოცეთ, აბა თქვენიცით. გელოდებით კომენტარებში. ყველას.